გერმანია კი ქართული ოცნების ლიდერების სანქცირებას გეგმავს. განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ განიხილება დამატებითი ზომების მიღება. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული ღრმა კრიზისის დასრულება სწორედ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. უწყება ასევე ეხმაურება მშვიდობიან დემონსტრანტებზე სხვარგადასულ და გაუმართლებელ ძალადობას. თათია წოწონავა მოგუყობა დეტალურად რა წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და რატომ ვარაუდობენ თბილისში, რომ უახლოეს მომავალში სანქციების ახალი ტალღა ამოსალოდნელი. დიახ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე რამდენიმე განცხადებას აქვეყნებს და ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. გერმანიის დიპლომატიური უწყება პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ წერს, რომ პარტია ქართული ოცნება საფრთხეს უქმნის საქართველოსა და გერმანიის ათწლეულების პარტნიორობას. შედეგად გერმანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა განიხილავს დამატებითი ზომების მიღებას. რა შეიძლება იყოს ეს დამატებითი ზომები? ამაზე საუბრობენ თბილისში, ვინაიდან გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური ქვეყანა, რომელიც ეხმაურება ქართული ოცნების პრორუსულ და ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკას და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე 16 დეკემბერსაც გერმანია იყო ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ პერსონალური სანქცირების კაია კალასთან ერთად. კაია კალასაც ჰქონდა ასეთი ინიციატივა და გერმანიაც როგორც ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყანა ისიც იყო ინიციატორი პერსონალური სანქციების, თუმცა მაშინ ჩვენ გვახსოვს, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის ვეტოს გამო ეს ინიციატივა ჩავარდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და ეს წინადადება ევროკომისიამაც მოგვიანებით უკვე წარადგინა და განხილვის ეტაპზე არის. რაც შეეხება პერსონალური სანქციების ნაწილს, სწორედ ეს იგულისხმება დიდი ალბათობით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, როდესაც ისინი შესაბამის რეაგირებას და დამატებით ზომებზე საუბრობენ, ვინაიდან საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაშინ ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ ინდივიდუალურად ქვეყნები განიხილავენ ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას უკვე ქართული ოცნებისთვის. შესაბამისად გერმანიის განცხადებაში სავარაუდოდ ეს იგულისხმება, რომ ერთის მხრივ იგულისხმება ის, რომ გაკეთდეს ერთგვარი შავი სია, როგორიც არის მაგალითად ბალტიისპირეთის შემთხვევაში და ეს პირები საერთოდ არ დაიშვან მაგალითად გერმანიის ტერიტორიაზე და ასევე იგულისხმება პერსონალური სანქციების გულისხმობ ფინანსურ სანქციებს. პარტია ქართული ოცნება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გერმანიის პარტნიორობას. შედეგად ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ახლა დარჩენილია პროექტების 1/4. კვირების განმავლობაში 10,000-ობით ქართველი საქართველოში გაბედულ დემონსტრაციას მართავს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, მაგრამ ქართული ოცნება დაშინებითა და ძალადობით რეაგირებს. ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა განვიხილავთ დამატებითი ზომების მიღებას. ახლა ქართული ოცნების პასუხისმგებელ პირებს ევალებათ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველებისთვის რეალური პერსპექტივის შეთავაზებისთვის. გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და ამასთანავე ის გახლავთ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის, უკრაინის და მოლდოვის საკითხებში რობინ ვაგენერი, რომელიც სწორედ ამ მისიით გახდათ, რომ შეეფასებინა არსებული ვითარება და მოემზადებინა რეკომენდაციები გერმანიის მთავრობისთვის, თუ ეს სანქციები როგორ იქნება, ასე ვთქვათ, დაწესებული ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლების მთავრობის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. დანარჩენი ქვეყნებიც აპირებენ, რომ წავიდნენ ინდივიდუალური ქვეყნების ეროვნული სანქციების მიმართულებით და გერმანია როგორც ვაიმარის წევრი ქვეყანა და ასევე საფრანგეთი და პოლონეთი აპირებენ ეს სანქციები იყოს ეროვნული დონის სანქციები და ამაში აუცილებლად იქნება არა მარტო სავიზო, არამედ ფინანსური სახის სანქციებიც. ლიტვის და ესტონეთის მიერ სანქციების ნაციონალური სანქციების გამოცხადების შემდეგ ჩვენი ინფორმირებული ოპტიმიზმით, ანუ ეს არ არის რაღაც ზოგადი ოპტიმიზმი, არამედ გვაქვს ინფორმაცია, რის გამოც გვაქვს ეს მოლოდინი, 7 სახელმწიფო აპირებს შემოერთებას ასევე ეროვნული სანქციებით. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე გააკეთა განცხადება ამაზე ლატვიამ მოგეხსენებათ და გერმანიას დიახ, ნამდვილად არის იმ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
მოკლედ ორბანის, უნგრეთის და ფიცოს სლოვაკეთის ვეტოს შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისთვის ემზადებიან და ეროვნულ დონეზე აპირებენ, რომ დაუწესონ სანქციები ქართულ ოცნებას პრორუსულ ძალას საქართველოში და როგორც გერმანიის დღევანდელი განცხადებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან გავიგეთ, სწორედ ამისთვის დამატებითი ზომებისთვის ემზადება ოფიციალური ბერლინი და მე შეგახსენებთ იმასაც, რომ პროექტების დიდი ნაწილი გერმანიას მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო რუსული კანონის მიღება უკვე აქვს გაჩერებული. ოფიციალური ბერლინი არის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მის გადაწყვეტილებების დროს და რამდენიმე დღის წინ პიტერ ფიშერმაც გერმანიის ელჩმა საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება, რომ 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები არის გაწყვეტილი უკვე საქართველოსთან, შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება, თუმცა მხარს ისევ უჭერენ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას და კანონის უზენაესობის განვითარებას.